ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი აჩვენებს კიდევ ერთხელ რომ რუსეთთან თავის დააკვრის დათვის ბაბაია დაუძახე თუ ეს პოლიტიკა თითი რამბების არ გაღიზიანების პოლიტიკა არ ამართლებს ეს ისედაც კარგად ვიცოდით და კარგად ვიცით საქართველოს ისტორიიდან უახლესი ისტორიიდან მაგალითს მოგიყვანთ როდესაც ედუარდ შევარდნაძეს რუსებმა თავადვე ჩაუსვეს უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე ედუარდ შევარდნაძე დათანხმდა თავის დროზე ამას მაგრამ შემდეგ იეჭვიანეს რაღაც პერიოდში, იმიტომ რომ შევარდნაძემ დაიწყო დასავლეთთან მოლაპარაკებები, ევროსაბჭოსთან და ასე შემდეგ და ტერორისტული აქტიც თან არაერთი ნამდვილად იგორ გიორგაძის მეშვეობით დაუგეგმეს და ძლივს გადარჩა. ეს ერთი მაგალითია, ბევრი გვაქვს ასეთი, რომ რუსეთთან მიდგომა, რომ სადამდეც გაატანინებ, იქამდე წაგართმევენ, ამოიღებენ შენი სულიდან სულს, გულიდან გულს და ყველა ბოლო კაპიტალ ლარს წაიღებენ ზუსტად როგორც ყნებისმიერ იმპერიას ახასიათებს. ამ შემთხვევაშიც, ხილვარის შემთხვევაშიც, ბევრ კალათაში დებს ბევრი კვერცხი. ჭირდება, ყოველ შემთხვევაში ჭირდება რუსეთს გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც იყო სამხრეთ ოსეთთან ლაპარაკი, მათი ინტეგრაცია, თუ ინტეგრაციის მუქარა, მიუხედავად იმისა, რომ რაც უნდა იმას ართმევენ ბიძინა ივანიშვილს. ხო, აქ ამ თემაზე საუბარს ესე პირობითა დავასრულებ, თუმცა აქტუალობას ვერასდროს ვერ დაკარგავს, სანამ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ ალარმიზაცია ამ თემის თავისთავად მოახდინა აქტუალიზაცია მოსკოვის მხრიდან, როცა 9 მაისს პუტინმა იმისთვის მოეცალა, რომ დაესვა ეს გაგლოვით ხელი მოეწერა ახალი შეთანხმებისთვის და შემდეგ უკვე ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ნაბიჯები გადაედგა. მერე კიდე მოიხსნა ადამიანი, რომელიც ადგილობრივ ელიტას მეტნაკლებად წარმოადგენდა და დაენიშნა ადამიანი, რომელსაც აი ამ სამხრეთ ეგრეთ წოდებული ოსეთის საზოგადოებასთან საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ოსური გვარი აქვს წარმოშობით, არის ჩვეულებრივი რუსული სპეცსამსახურების აქტიური თანამშრომელი, ისეთ სამსახურებში უმუშავია მანამდე. შემთხვევით ეს არ ხდება და არ კეთდება, ამიტომ ჩვენს ყურადღებას იმსახურებს. ეს თემები და პრობლემები არასოდეს ესერთ ვერ მიიხედება თუ საქართველოში სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება არ გვეყოლება და ანგარიშვალდებული ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მიმართ. ანუ ვართ ძალიან უცნაურ სიტუაციაში, როდესაც ერთის მხრივ თითქოს პოლიტიკა სრული სტაგნაციის პირობებში არსებობს, მეორეს მხრივ აქტიური გეოპოლიტიკური გადალაგება მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში, მათ შორის განსაკუთრებით და ყველაფრის აფსაიდში ვართ და ხელისუფლება ცდილობს რაღაც ახალი ტიპის თითქოს ურთიერთობების დამყარებას აზიური მიმართულებით. ქვეყნის შიგნითაც აზიური ტიპის მმართველობის სისტემას აფუძნებს. და ამ დროს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობაც ჩემი აზრით ლეგიტიმურია, რომ წინა პლანზე წამოვწვით. თქვენი აზრით რა უშლის ხელს საქართველოში იმას, რომ აი ამ ავტორიტარული ტენდენციების მიუხედავად ოპოზიციის შიდა პრობლემებიდან გამომდინარეც ოპოზიცია იმ როლს ასრულებდეს, რომელიც საჭიროა როგორც მინიმუმ შეკავებისთვის ამ ტიპის ავტორიტარული ანტიდასავლური პოლიტიკის წარმოებისთვის. კი, მე ვიზიარებ ამ მოთხოვნებს და სანამ მაგას გავაგრძელებ, აუცილებლად ვისაუბრებ იმაზე, რომ მე მაქვს ინფორმაცია რომ ივნისში, როდესაც ჩასული იყო მაკა ბოჭორიშვილი ძალიან უცნაური ვიზიტით სან-ფრანცისკოში, ეს ზოგადად შეუნა დაისვას კითხვა რა ესაქმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ჯერ ერთი სან-ფრანცისკოში, რომელიც არც დედაქალაქი არ არის, არც რაღაც საგარეო პოლიტიკა იქ არ კეთდება და ის ცდილობდა შეხვედრას კალიფორნიის გუბერნატორთან გავინ ნიუსომთან. დიახ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონი კანდიდატია. ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი და ვერ შეხვდა მას და შეხვდა აბსოლუტურად რაღაცა გაუგებარი საფუძვლით, თითქოს რაღაც ტექნოლოგიურ ჰაბში უნდა იმონაწილეონ. ამათმა მოახერხა შეხვედრა მხოლოდ ვიცე-გუბერნატორთან, უფრო ტექნიკურ პირთან. ეს მე მენიშნა იმად, რომ არ მგონია რომ მართლა სილიკონ ველისთან დაკავშირებით ყოფილიყო ეს შეხვედრა. მე ვფიქრობ, რომ არ იმზადება ქართული ოცნების მხრიდან მცდელობა, რომ იპოვონ მათ გასასვლელი რაღაცნაირად დემოკრატიულ პარტიასთან და მათ შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატთან, რომელიც სავარაუდოდ ორ მთავარ პირს შორის უფრო უპირატესობა მიენიჭება სავარაუდოდ გავინ ნიუსომს. მე ვფიქრობ, რომ ამ მოძრაობის შესახებ ხა თუ
მე ვიღაცა პროფესორმა დამინეკა და მკითხა რომ რა უნდა და ქართველებს ამ მოძრაობების შესახებ ცხებმაც იციან და სხვაებიც ფიქრობენ. ყოველ შემთხვევაში რუსეთს აი იმ თემას გავაგრძელებ, რუსეთს ახასიათებს 1000 ბერკეტით საქართველოში მუშაობა და საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი, რომ მან არც ერთი ნაბიჯი გვერდზე არ გადადგას. აი ძაღლებს რო ეკწევიან ხო იცით რუსები. რა კამანდების აქვს ძაღლების მიმართ. ამიტომაც ეს პოლიტიკა, რა პოლიტიკაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა, რამაც მან საქართველოს სახელმწიფო გადააქცია. არა ინსტიტუტი და მთავარი რა იდეაც მე მქონდა და რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, აი როცა საშუალება მეკნება არა ოპოზიციაში, ეს არის რუსეთის შესწავლის ცენტრის გაკეთება. თქვენ თქვი ადრე ზუსტად ეს. ეს უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება ჩვენ ივანიშვილის პერიოდში მარტო იმით კი არ წავედით უკან ბატონო გიორგი რომ აი რაც მოხდა სახელმწიფო რო გამოიშიგნა, იმითაც წავედით უკან რომ არავითარი ახალი ცოდნა არ შეიქმნა. ადრე რაღაცა აბაშიძე კარასინის ოფიციალური დიალოგი მაინც რაღაცა ინსტიტუტი იყო. იქიდან რაღაცას ვიგებდით, ოქმები იწერებოდა, ხვდებით, აზროვნების შესაძლებლობა იქნებოდა. აბა ეს საიდან ვიცით ეს რაღაცები, რაც ვიცით. ივანიშვილმა ეს ყველაფერი გამოშიგნა, SMS-ების ოლიგარქებთან, იქ ვიღაც მიმოწერებთან დონეზე წყდება ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან და ერთ-ერთი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის მსოფლიო დონის რუსეთის შესწავლის ცენტრი აქ. ჩვენ ეს შეგვიძლია. რაც შეეხება ოპოზიციას. ხშირად ეს დისკუსია ემსგავსება ხშირად აი ძალადობისთვის სხვერპს რო აგებინებენ ხოლმე პასუხს. არ გამოვრიცხავ არსებულ შესაძლებლობებში რაღაცა მოქმედების ასპარეს რო კონდეს ოპოზიციას. აქვს რაღაც. მაგრამ ზოგადად, როდესაც ისმის კითხვა, აი ამ პირობებში ოპოზიცია რა შვებით ამ თქვენ არა ზოგადად ამ დისკურსს ვამბობ. მე ხშირად მიჩნდება ხოლმე აი ესეთი წუხილი რომ აი ძალადობაზე პასუხისგებლობას მსხვერპლს რო აკისრებენ ხოლმე, ხო ხვდებით? ვითარებაში, როდესაც ყველა შესაძლო გარდა პარტიზანული ბრძოლისა. აი მართლა ესე ვიტყოდი. რა მოხდა ზვიადის დროს, ხო? ბოლო რა მოხდა რუსული იმპერიალიზმის დროს საქართველოში? რატო გავიდნენ აბრაგები და ფირალები? გიშები იყვნენ? გიშები არ იყვნენ. პარტიზანული ბრძოლის გარდა მათ საშუალება არ დარჩათ რუსეთის მეფის ნაცვალთან და ბოქაულებთან იმ სიღარიბეში. მართლა ისტორიულად ვამბობ. ანუ ნახეთ, ანუ თქვენი მოგვარე ქალი ხო რა გადაიწყეთ ამ თემაზე ლაპარაკი. აი იმ დოლიძისგან განსხვავებით ახლა რა განსხვავება რატო არ რატო არ ეს არის მე მგონი ანუ რაც ხდება დღეს აი ეს დაჭერები და ეს არის ლამისაა გასული ვარ და ანუ თქვით რომ ჯერ კიდევ პოლიტიკური პროცესისთვის და მონაწილეობისთვის არის ადგილი და პარტიზანული ბრძოლისთვის და აბრაგად გასავარდნად ყაბალახის შემოსაგდებლად არ არის მე არა ვარ იცით რა არის ყველას აქვს თან ესე ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ სპექტრში ვინც არის, ყველას აქვს თავისი ფუნქცია და დანიშნულება და ყველას თავისი ადრეც იყო ამაზე საუბარი და მე ვამბობდი, მე ვარ იურისტი. მე თუ მეტყვით რომ დაწერე კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ კანონი, რომლითაც მე გავუშვებ ამ ჯერ გავასამართლებინებთ ამ ხალხს და მე გავუშვებ სამსახურიდან, აი ეგეთი რაღაცა დაწერე, ოღონდ ისე რომ საერთაშორისო სამართლებრივად სწორი იყოს, ამას მე გავაკეთებ და აუხსნი კიდევაც როგორ უნდა იყოს სწორი და ეხლა სიმონ დოლიძე კი ვარ, მაგრამ თლათ მისი გზის გაგზავნებად არ გამოვიდგენ. მოდი რადგან ოპოზიციურ პლანზე დავიწყოთ მაინც საუბარი, ბევრს ვინც აკვირდება პოლიტიკური პროცესებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და წარმომადგენლების განცხადებებს, აუცილებლად მოხდებოდა თვალში თქვენ ეს შემთხვევით არ ყოფილა რომ თქვენ დაწერეთ, მეც და სხვა ჟურნალისტებმა წაგვიკითხა, ერთ-ერთი ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნების კვირაძალს თქვენ გარკვეული მინიშნებების სახელი და გვარის გარეშე, თუმცა ახსენეთ პროფესია და კავშირი ბიძინა ივანიშვილთან, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ამ შემთხვევაში გულისხმობოდა. გამოთქვით გარკვეული ეჭვები ამ პარტიის დამფუძნებელთა გულწრფელ სურვილთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს დაუპირისპირდნენ. რა ქმნის საფუძველს თქვენი ასეთი ეჭვით მიდგომისადმი სხვა პოლიტიკური პარტიებისადმი? ეს არის რაიმე ობიექტურ საფუძველზე დამყარებული მოსაზრებები თუ ეს არის
გარკვეული ეჩვიანობა მაშინ ვახსენებ, რომ რაღაცა ტიპის ნიშაში, რომელიც ეგრეთ წოდებული ცენტრისტულ აუდიტორიას მოიცავს, ელექტორალურს იქნება ეს თუ როდესმე არჩევნები გვეღირსა ამ ქვეყანაში, რომ ამ ხრივ ახალი კონკურენტები შეიძლება გამოუჩნდათ თუნდაც თქვენს პარტიას, რომელიც არ არის ასე თქვა აი ნაციონალური წარსულის ერთის მხრივ და რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, რომ რაღაცა თემებთან მიმართებაში უფრო მეტი პროფესიონალური კომპეტენცია ჰქონდეს. დავიწყებ ზოგადი მიმოხილვიდან და ზოგადი პრობლემიდან. ჩვენ გადავიტანეთ ძალიან რთული 2 წელი და ერთ-ერთი სერიოზული სირთულე აქ იყო ის სკანდალი, რომელიც ახლა ვითარდება ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებების ფონზე. და ეს არის ეგრეთ წოდებული ტროას ცხენის პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში გამოვლინდა გაგვიანებით. ანუ ურემი რო გადაბრუნდება, გზამერე გამოჩნდებაო, ეგრე გამოვიდა. იმ თემის, როდესაც ყველაფერი დასრულდა, დაიხურა, არჩევნები დაიხურა, ეს შეიქმნა ნაციონალებიდან ხალხი წამოვიდა, მე რეკ, ანუ დრამა დასრულდა, ხო, ფარდა ჩამოეწე თითქოს და ახლა ირკვევა, ახლა არის კითხვები და ახლა არის საქმის გარჩევა, გილაურის ფული აქ რო შემოვიდა, როგორ შემოვიდა და ასე შემდეგ. და ეს ბერმუდის სამკუთხედი რა იყო, სწორე იყო, ბიძინა იყო ამაში ჩარეული თუ არა და ასე შემდეგ. მე ამას ვარქმევ ტროას ცხენის პრობლემას. მე არ მინდა, მე ეს არის ჩემი დასაწყისი პოლიტიკაში ამ შემთხვევაში და ძალიან მტკივნეული პერიოდი გავიარე ბოლო 2 წელი და მთელმა საქართველომ ძალიან მტკივნეული პერიოდი გაიარა და არ მივცემ საშუალებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა იგივე სცენარი გაათამაშოს, იმიტომ რომ მას აქვს უამრავი ფული, ნებისმიერ ტიპს მოკიდოს ხელი, ფული ჩაასხას და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რა გვარით მეშვეობით მიიტანს ამ ფულს. იქიდან შექმნას ოპოზიციური პარტია და შემდეგ აი ეს ქვეყანა ასე უდაბნოში ატაროს შემდეგი წელიწადი. ტროას ცხენი ხო რეალურია ეს ტროას ცხენის პრობლემა. ამიტომაც, როდესაც ახალი გაერთიანება შეიქმნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად ჭირდება, რატო ჭირდება? იმიტომ რომ თუ ის დააპირებს ქვეყანაში ნორმალიზებას, ჩვენთან ამ ნაწვალებ ნაწამებ და მებრძოლ ხალხთან საუბარი ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ვისთან იქნება ადვილი საუბარი? ვინც ამ სფეროში არასოდეს არ ყოფილა, ვისთვისაც მურუსიძე ჩინჩალაძე პრობლემა არანაირად არ არის. კაი ტიპები არიან, ეხა 20 წელი მე თუ იქ დავდივარ, ფულს მაკეთებინებენ, გამომდიდრდით, ჩემი კომპანია ძალიან წარმატებულია, მურუსიძე ჩინჩალაძე, იმიტომ რომ მურუსიძე ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. ხო, 20 წელია, ეგრე არ არის? ბუნებრივია რომ მე ამ ხალხთან პრობლემა არ მაქვს. ეს ხო ძალიან კარგი პარტნიორია ჩემთვის დიალოგისთვის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ მნიშვნელოვანია, ზოგადად ვამბობ, ახალი გაერთიანება შეიქმნება სოკოებივით, ხო, შეიქმნება. ძალიან კარგი იქნება ბევრი, მაგრამ ბევრი შეიძლება იყოს ტროას ცხენი და 2 საკითხი უნდა დაისვას. პირველი, სად იყავი აქამდე? აუცილებლად. ანუ თუ შენ საქართველოსთვის გიძგერდა გული, ნებისმიერი ფორმით ლექს წერდი, მღეროდი, აწყობდი გამოსხმას სტუდენტურ თვითმმართველობაში, ყველა ადამიანი, აი რომ გაიხედავთ, როდესღაც მე შემხვედრია ჩემი ბიოგრაფიის მანძილზე, ნაციონალიც და არანაციონალიც სხვათა შორის. ან ჩემი კურსელი იყო ეგ სტუდკავშირში ჩხუბობდა და ასე შემდეგ. ანუ არ შეიძლება ადამიანი უცებ გამოიჩეკოს და გადაწყვიტოს, რომ ისა რა ქვია, ქვეყანა ჩაიბაროს. ჯერ ეს ერთი, ეს საეჭვოა. და მეორე, ფულის წარმოშობის საკითხი. ახლა, როდესაც ძალიან ჭირს ფულის თემა, უნდა დაისვას კითხვა, საიდან ეს აპარატი? საიდან 6-7 PR თანამშრომელი? საიდან ამდენი სრულ შტატზე აყვანილი ჩვენი ხათაშორის ამ პროფესიონალებთან არავითარი პრობლემა მე არ მაქვს. კარგი ხალხია და ეს ხალხი უმუშევარია დღეს. ადვილი ეს არის ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რა გააკეთა? ბატონო გიორგი, რა გააკეთა? მოვიდა და აი ესე ყველანაირად დაჩაგრული ნაცემი და რესურსის გარეშე დარჩენილი ოპოზიციონერები, მათ შორის ბევრი კაი რეპუტაციით, ალასანია იქნება თუ სხვა და დაიყენა წინ და მე ნელ-ნელა მოხარშა, ხო და მოიცილა. ეს მოდელი არ მინდა რომ განმეორდეს და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ კითხვები დავსვათ. კი ბატონო, თავად ისინი ამ ზოგად კითხვებთან დაკავშირებით თავიანთ აზრს ჩამოყალიბებენ. უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებით ერთ ასეთ შეკითხვას დავსვავდი. თუ თქვენ როგორც დღეს მოქმედი ოპოზიციის ნაწილი, განსხვავდებით ბევრი რაღაც, მაგრამ მაინც ვერ ახერხეთ ივანიშვილის ვერცერთი განაზრახის შეკავებას და შეჩერებას. მაშინ
თეორიულად თუ დაუშვებთ, რომ ეს რაღაცა კონსტრუქციის ნაწილია, რომ უფრო რბილად გადასვლა მოხერხდეს რამენერად თუნდაც ივანიშვილის ხელისუფლების მოზიარეთ სხვადასხვა ძალების შესვლით. შეიძლება უკეთესი გამოსავალი იყოს, ვიდრე ასეთი სრული დომინაცია პოლიტიკურ სივრცეზეც და სრული დაუცველობის განცდა საზოგადოების მხრიდან და ასევე შეგრძნება იმისა, რომ ქვეყანას მთლიანობაში კარგავთ მისი საგარეო ორიენტაციის მთლიანად შეცვლის წყალობით და ასე შემდეგ. ამ ჩემს შეკითხვას თავშინარში ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, უბრალოდ არსებული მოცემულობიდან გამომდინარეობს, ამ კითხვას, ანუ არსებული ოპოზიცია თავის ამოცანას, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს ამ მხრივ, ბევრი ობიექტური არა, ხანდრო არა გვაქვს იძულებული ვარ. არასწორად არის დასმული საკითხვა. არა, არ დაგეთანხმებით ერთი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რას მიაღწევდა ივანიშვილი, რომ არა ის მსხვერპლი, რაც მთლიანად მთელმა სპექტრმა გაწია. იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით მას რა ამოცანა და რა პროგრამა მაქსიმუმი ჰქონდა და სად გაჩერდა იმის გამო, რომ ყველა დაჭერილ ადამიანზე აქედან მიდის განცხადება, აქედან მიდის დელეგაცია, აქედან მიდის საუბარი და იქიდან არის სანქციების შიში. ის რა მოცემულობაც დღეს არის, ვიღაცა ახალი თქვენ უფრო კიდევ უფრო უარესი რო არ გვქონდეს ამის გამო ეკუთვნის კრედიტი ოპოზიციას. რა თქმა უნდა, და ხალხს. რა თქმა უნდა, აზრი მაინტერესებდა რომ ვიცოდე. დღევანდელი იმ ნალაპარაკებიდან და სიტუაციის აღწერიდან შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს ეგეთი აზრი, რომ კაცო ესენი თუ ერებს ვერ აკეთებენ და ივანიშვილს რასაც უნდა იმას აკეთებს. მოდი რაღაცა უფრო ისეთი შედარებით შუალედურ ვერსიებსა და კონსტრუქციებზე შეიძლება დაფიქრი და ასე შემდეგ, მაგრამ მე ავტომატურად არ გულისხმობ, რომ თუნდაც ის ადამიანები ან პოლიტიკურ სუბიექტები, ვისაც ამ შემთხვევაში თქვენ გულისხმობთ, მაგისტვის არიან შემოყვანილები. მე ვიტყოდი, თქვენი კითხვები გასაგებია და ყოველას თავის ნაბიჯებით მოიწევს დამტკიცება თავისი. აქამდე ნებისმიერ პირზე ვთქვა, გიორგი. ნახეთ, მე ამიტომ არ მოვედი, რომ მოვისმინო თქვენი მონოლოგი, ამიტომ თუ შეიძლება რომ ვიტყვი ჩემს. ადამიანები, რომლებსაც თავისი 30 წლიანი კარიერის მანძილზე არც ერთხელ არ ეყოთ გამბედაობა სისტემაში უსამართლო ყოფიერებაში რაც იყო საქართველოში. გინდა წინა ხელისუფლების დროს, გინდა ახლა, როდესმე ხმა მოეღოთ იმ ადამიანებისგან თქვენ ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოყვანას როგორ ელით? ეს იგივეა რომ რაღაცა წითელ ქუდას მოსთხოვოთ, რომ რაღაცა ხვალ გადაიქცეს ცისკარად. იგივეა. ანუ დღეს კი არა უბრალოდ გუშინ განათლების მოქმედმა მინისტრმა ისაუბრა რეფორმების შინაარსსა და პათოზე, ოღონდ შინაარსის გარეშე უფრო მეტად იმ ფორმაზე, რომელშიც არა მარტო მედიის ჰედლაინებში, არამედ იმ თავის გამოსვლაში თავი აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, რომ წიგნების გარეკანზე იქნება რაღაც განსხვავებული რავნაჩვენები და სასკოლო ფორმებთან დაკავშირებითაც გაკეთა გარკვეული აქცენტები, რომელსაც ჩინური კომპანიები შეკერავენ და ის დაპირდა მოსახლეობას, რომ იმაზე ძვირი არ ეღირება, ვიდრე კერძო სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილი უნიფორმები, სასკოლო უნიფორმები და ამასაც თავისი პერიოდი ექნება. რამდენად სწორად და გამართლებულად მიგაჩნიათ საქართველოს განათლების სისტემაში განსაკუთრებით სკოლებში არსებული პრობლემების ფონზე ამ თემებისა და საკითხების პრიორიტეტიზაცია, მათ შორის სახელმწიფოს ხარჯების გაწევაც, ისედაც დეფიციტურის და კიდევ უფრო მეტად დეფიციტური საჯარო სკოლებში ყოფი ბავშვების, მშობლების საოჯახო ბიუჯეტების რეალური პრობლემების გათვალისწინებით. ახლა მოგახსენებთ, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ როდესაც აუდიტის სამსახური მე რომ პარტიას ვაკეთებდი, პარტია გაკეთებული არ მქონდა და ყველა ლარზე წერდა წერილს, შენ პოლიტიკური ამოცანა გააქვს და გააკეთე განცხადება, საიდან არის შენი ფინანსები, მე ძალიან მიკვირს, რომ სხვა გაერთიანებები, რომლებიც ფუფუნებაში არიან შექმნილები, რომლებიც იხდიან ხელფასებს, რომლებსაც ყავთ აპარატის თანამშრომლები, ოფისები, ფუფუნების ღონისძიებები, არც ერთ წერილს არ იღებენ აუდიტის სამსახურიდან. ჩვენ მათი ფურის წარმოშობის შესახებ არ ვიცით და მე ნამდვილად არ მინდა 2020 შემდეგ 28 წელს კიდე დავსვათ კითხვა. უი, თურმე ეს ხალხი საიდან მოვიდა? ეხლა განვიცადეთ ხო ჩვენ ეს პრობლემა. ამიტომ უნდა დაისვას კითხვა. საიდან ფული? რატო არ ქვეყნდება კვიტრები? რატო არ ქვეყნდება ხელფასების? ისი
ისინი, რა ქვია, გადარიცხვის კითხვები, შემოწირულობები რატო არ ქვეყნდება? იმიტომ რომ ეს საეჭვო წარმოშობის ფულია. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს, რომლებიც აქამდე რამე ბრძოლაში იყვნენ შემჩნეულები, უბრალოდ არ ენდობოდა. მას ყველაზე მეტად სანდო და დაუთავებული პარტია ან პარტიები ჭირდება და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამაზე ყურადღება გავამახვილოთ. იგივე სკოლების პრობლემა. რამდენი ხანია საქართველოში არის ბავშვთა შიმშილის პრობლემა? რამდენი ხანია გადაცემა არ გავა განსაკუთრებით ისეთი გადაცემები არაკომერციული ხასიათის, სადაც არ იქნება საუბარი იმაზე, რომ ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის ბავშვთა სიღარიბე. და თქვენ მეტყვით, რომ რომელიღაც პროფესიონალი, რომელიც 60 წელს უკაკუნებს და ამას გულისხმობ იმ გაგებით, რომ დიდი ხანია პროფესიონალია, ხო? ამ ვითარებას ქვეყანაში უყურებს და არც ერთხელ არ შეაწუხა მას ბავშვთა შიმშილის საკითხმა და სკოლაში სკოლისკვების საკითხმა და დღეს გამოვიდა და გაბრწყელთ ChatGPT-ს დაჭერილ სიტყვებს თავაზობ? მე ეს იმიტომ მგონია, იმიტომ რომ თუ შენ ChatGPT არ გიწერს სიტყვებს, მე ზოგადად პოლიტიკოსებს გულისხმობ. მაშინ მე მინდა ვნახო ისეთი მებრძოლები, რომლებსაც აქამდე ადარდებდათ ეს საკითხი, საქართველო ადარდებდათ. ეგეთი მებრძოლები და მე ვერ ვაკეთებ რაღაცებს, ეგეთი მებრძოლები მინდა ჩემს გვერდზე. და მე რო ვთხოვთ პარტიზანობას, თქვენ ხედავთ ამ ადამიანებისგან პარტიზანობის შესაძლებლობას? მე რომ ვთხოვთ პარტიზანობას. პირიქით, მე ვერ ადამიანი, რომელსაც ისინი თავისეს გააკეთებენ. კი, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ როგორი ლიდერები აქტიური სოციალური ნიშა, არავითარი აქტიური სოციალური რომელიც აქ არის საუბარი, ხშირად აქცენტს აკეთებს სოციალურ საკითხებზე. სხვებს რაღაცა სხვა მიმართულებები აქვთ არჩეული, სადაც უფრო მხარად გრძნობენ თავს და მიაჩნიათ, რომ აუდიტორიის მხარდაჭერას იმ ნაწილში მოიპოვებენ, ხო? ამ შემთხვევაში განათლების თემატიკა იქნება, ჯანდაცვის თემატიკა, სოციალური პრობლემატიკა, სხვა პრობლემები, ამაზე საუბრის საშუალებას გაძლევთ. ჩვენ ვართ კონკურენტები, ჩვენ უნდა ადაუმტკიცოთ, ეს ხო საარჩევნო გარემოზე ვლაპარაკობთ ოდესმე. ჩვენ უნდა დაუმტკიცოთ ჩვენ ამ მომრჩევლებს, რომ ვინ უკეთესი მოღვაწეა და ვინ ნაკლები მოღვაწეა. თავარი კრიტერიუმი აქ არის მებრძოლობა, გამბედაობა საქართველოში, თორე სხვა ქვეყანა რო იყოს, რომელსაც რა ვიცი, მე არაფერი არ აწუხებს დედამიწაზე, სხვა არის. მებრძოლი, გამბედავი და პატრიოტი ადამიანები და მე რა თქმა უნდა, რაც მეტი იქნება, ასეთი იმან გაიმარჯვოს მე არჩევნებში, მაგრამ თუ აქ ივანიშვილი ჩაასხავს ფულს, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი ბრძოლა და მე სამართლიანი ბრძოლა მინდა. სამართლიან ბრძოლაში მე თქვენ კი ძალიან კარგი კითხვა დამისვით. სამართლიან ბრძოლაში თქვენ თუ გახსოვთ, მე თანასწორ საკითხებზე დაუპირისპირდი ქართულ ოცნებას და მთლიანად გაერთიანებულ ოპოზიციას და ამის შესაძლებლობის მოცემა მინდა მე. და მე მინდა რომ ეს შესაძლებლობა მქონდეს სხვებსაც. რადგან დრო გვეწურება, მაინც მინდა რომ განათლების სისტემასთან დაკავშირებით უფრო მეტის თქმის საშუალება მოგცეთ სანამ დაგემშვიდობებით. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის პრიორიტეტები, რომელსაც ამ შემთხვევაში რეფორმას არქმევს თუ რაც არის, განსაკუთრებით საჯარო სკოლის სპეციფიკასთან მიმართებაში ოცნებას აქვს არჩეული და რისი განაცხადიც გააკეთა განათლების მინისტრმა. სხვათა შორის განათლების საკითხებზე თავარი შინაარსობრივი პრობლემა რეალურად არის ბევრი, მათ შორის მასწავლებლების ხელფასები, მაგრამ თავარი პრობლემა, რომელიც მისახედი ჰქონდა ამ ხელისუფლებას, არის ბავშვთა კვების საკითხი და ბავშვთა რეალურად ჯანსაღი არსებობის საკითხი და მეორე ეს არის სკოლების დაუსრულებელი და დაუმთავრებელი რემონტის საკითხი. და იმის მაგივრად რომ შინაარსობრივ თემას მიხედოს პოლიციელმა ადეიშვილის სისტემის პოლიციელმა გივი მიქანაძემ ამის მაგივრად ის რას აკეთებს? ის დადის და აბსოლუტურად სიმბოლურ, უსაგნო, უშინაარსო საკითხებს დასდევს. და მე სხვათა შორის ხაზ გაუსმեմ, რომ მე არა ვარ და ჩვენი პარტია არ არის მხოლოდ სოციალური საკითხებით დაინტერესებული. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკა კარგი იქნებოდა, რომ ამ თემებით იყოს დაინტერესებული, მაგრამ სანქციების უმეტესობა, რომელიც არის გამოყენებული ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის ჩემი მოპოვებულიც არის. 2 წლის განმავლობაში რკინის ქალამნები მეცვა. მე პირადად დაწყებული მაშინ, როდესაც ჩავედი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში და ვთქვი, რომ დეკემბერში 2024 წელს ჩადენილი იქნა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები და თქვენს რომ არა ეს არ არის მართალი და მე ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ თქვა ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო სამართლის იურისტმა, მე ესპერო ვიცი და დავასრულებ ერთი მიმართვით სხვათა შორის. მნიშვნელოვანი არის რა, ძალიან ბევრი დაპატიმრების და ჯარიმების საქმე არის, რომელიც დღესაც ვიხილეთ, რომელიც ვერ მიდის სტრასბურგამდე. ყველა საქმე მნიშვნელოვანია რომ მივიდეს სტრასბურგამდე. თუ ამ ადამიანებს ჭირდება დახმარება ამაში, აგერა ვარ მე სიამოვნებით ამას გავაკეთებ, იმიტომ რომ უნდა შედგეს ისტორიული
ისტორიული მაჩვენებელი იმისა, რა ხდებოდა საქართველოში ამ დროს. ამიტომ ყველა დაპატიმრება, ყველა 2000 ლარიანი ჯარიმა უნდა გასაჩივრდეს და თუ ვინმეს რაიმე მხარდაჭერა ჭირდება, აქავა. კი